მე მინდა ერთ ძალიან მნიშვნელოვან ქვეთავზე ვკონცენტრირდეთ ჩვენი დღევანდელი დიალოგის ეს საქართველოს პოზიციონირებაა როგორც კლასტერული ეკონომიკა, ხო? იმიტომ რომ ჩვენ პატარა ბაზარი ვართ და ნუ ხა ინვესტორებისთვის 3 მილიონი ნახევრიანი 3.680.000-იანი ბაზარი მაინც და მაინც ვერ იქნება საინტერესო თავისი არც თუ მაღალი მსყიდველ უნარიანობით. თუმცა გვაქვს ხა გარკვეული წიაღსვლები, ხო? ამ მიმართულებით და იმედია რომ გაიზრდება კიდე და კიდე დოვლათი ერთსულ მოსახლეზე. მაგრამ ჯამში ჩვენ რო დავაინტერესოთ ინვესტორი, შენ უნდა დააპოზიციონირო შენი ქვეყანა როგორც კლასტერული ნაწილი. ხო, ეხლა მე ძალიან მომწონს მაგალითად პერსპექტივა ცენტრალური აზიის განვითარების. ხო, ეხლა უზბეკეთი და ყაზახეთი ერთია რო ვითარდებიან, მაგრამ მეორეა რო ისინი ვითარდებიან და ეს ყველაფერი საქართველოს აძლევს კიდე განვითარების ბიძგს. არ შემიძლია არ თქვა სომხეთზე, აზერბაიჯანზე, სადაც ასევე ძალიან საინტერესო წიაღსვლებია და ეს ყველაფერი აი საქართველოს აძლევს ძალიან კარგ შესაძლებლობას, რომ როგორც ტურიზმის, ასევე ექსპორტის, იმპორტის მართულებით დააპოზიციონირდეთ ძალიან კარგად. აქტო ჯგუფი რო ამას ძალიან კარგად იყენებს, ეს ფაქტი სახეზია. კრებსითაც რამდენად იყენებს ამ შესაძლებლობას ქართული ბიზნესი და რამდენად ველაპარაკებით უკვე მსოფლიო ცოტა უტრირებულად ჟღერს, მაგრამ რეგიონს მაინც რამდენად ვისწავლეთ რეგიონთან ლაპარაკი. ბაზრებმა დაგვანახა, რომ აუცილებელი გახდა ამ პოზიციონირების სწავლა. ჩემი ჯგუფის და პროფილის ნაწილში 10 წლის წინ, როდესაც ამერიკულ საერთაშორისო ჯგუფებთან ჩვენ წარმომადგენლობის კონცეფციაზე და საერთაშორისო წარმომადგენლობის შედეგად იმპორტირებული პროდუქციის რეალიზაციაზე და ბაზრების ათვისებაზე საუბრობდით, 3.7 მილიონიანი ბაზარი არც ერთი მსხვილი მწარმოებლისთვის საინტერესო არ არის. მაგრამ როგორც კი დავანახეთ მისი პოზიციონირება როგორც რეგიონალური ბაზარი, სომხეთი, აზერბაიჯანი და ჯამში მისი შემადგენლობა 20 მილიონი ბაზარზე გავიდა, უკვე მიდგომაც და განვითარების ფორმატიც სწორად იქნა დანახული. მსხვილი წარმოებლების მიმართ, რომლებმაც იციან როგორ აითვისონ ევროპის ბაზარი, რომლებმაც იციან როგორ აითვისონ აზიის ბაზრები, პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნები და ჯერჯერობით ამ 30-40 წლის ჭრილში კიდევ ვერ მოხდა სწორი დაყოფა, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ლიტვამ, ლატვიამ და ესტონეთმა ერთი საერთო ბაზარის ფორმატი შექმნა და აქ ძალიან კარგი შესაძლებლობა იყო აღმოსავლეთ ევროპის საქართველოს, სომხეთი, აზერბაიჯანის შინაარსის გამოყენებას. და აქვე გვაძლევს გეოგრაფიული შესაძლებლობა ამ ძალიან კარგ მოდელს. სწორი ეკონომიკური ურთიერთობა სომხეთთან, სწორი ეკონომიკური ურთიერთობა აზერბაიჯანთან, ერთმანეთთან მეტნაკლებად უკვე რეგულირებისკენ მიმავალი ფორმატი, მაგრამ რელიეფი არ აძლევს იმის საშუალებას, რომ ეს პირდაპირ ეკონომიკური ურთიერთობა ესე სწრაფად განვითარდეს და აქ საქართველოს გამოიყენოს ეს როლი, ჩაერთოს ასევე იმ დერეფნის ნაწილში, ლოჯისტიკურში, რასაც იძლევა თურქეთის შესაძლებლობა და შავი ზღვის ნაწილი. ეს ქმნის ახალ პერსპექტივას და ეს თუ 10 წლის წინ ცოტა რთული წარმოსაჩენი იყო, დღეს მსოფლიო ეკონომიკა ითხოვს ესეთი რეგიონალური ცენტრის არსებობას იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რაც გიორგი, ცოტა კრიტიკულებით რომ არასტაბილურობიდან გამომდინარე. აი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი მიადეთ, ეხლა მადლობა საინტერესო პასუხისთვის. აი ცოტა ისეთ კრიტიკულებით რომ ვიყოთ, ოღონდ ეს ამ შემთხვევაში უფრო თვითკრიტიკა არის, იმიტომ რომ კრებსითაც უნდა ვისაუბროთ ნებისმიერ შემთხვევაში, იმიტომ რომ სტრატეგიულად გვინდა რომ ეს ქვეყანა განვითარდეს და გვინდა რომ დააპოზიციონირდეს ისე, როგორც ეკადრება, ხო? ეხლა ლოგისტიკა დღეს არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ჩვენთვის, ინფრასტრუქტურა ასევე არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა და მათ შორის ის პრეფერენციები ხარ ვეხები არც ერთ ცხადია კონკრეტულ პროექტს და ასე შემდეგ, მაგრამ აი ის რო გჭირდება რკინიგზის მოდერნიზება, კარგია, ამაზე რო დაიწყო ბოლო თვეების განმავლობაში ლაპარაკი, პრემიერის ადმინისტრაციიდანაც გვესმის ძალიან ბევრი იმპულსი და ამას მხოლოდ მივესალმები, მთავარია პრაქტიკაში ვნახოთ ნაბიჯები, საზღვაო ნაწილი რო განსავითარებელია, ესეც ფაქტია, ეხლა თუნდაც იგივე შავი ზღვის კაბელის ნაწილი, პრეფერენციები ამ კუთხით პირდაპირ გზა ევროპასთან, საჰაერო მიმოსვლა რომ განსავითარებელია, ესეც ფაქტი და მოცემულობა არის ნებისმიერ შემთხვევაში, თან მით უმეტეს რეგიონში არსებული ტურბულენცია ჩვენ უნდა გამოვიყენოთ როგორც შესაძლებლობა და ამ შემთხვევაში მივცეთ შესაძლებლობა არა მარტო ვიზიტორებს და ტურისტებს, მათ შორის ინვესტორებსაც, რომლებისთვისაც ძალიან დიდი ნონსენსია ის რაც ხდება. ხო, ეხლა დღეს გქონდა საუბარი დარგის ერთ-ერთ ექსპერტთან, რომელიც ტურიზმის ნაწილში არის ჩართული და უბრალოდ ვერ გამოდიან შოკიდან ემირატებში მცხოვრები მოსახლეობა, იმიტომ რომ მათ არიციან რა არავინ არ ელოდა ამას. არავინ არ ელოდა, არ უცხოვრეთ არასდროს ასეთ მოცემულობაში. ისრაელისთვის ეს ყოველდღიურობაა. იმიტომ რომ ისრაელი 10 წლეულებია ცხოვრობს აი ასეთ რეჟიმში, ხო, მაგრამ ეხლა დუბაიდან ან ყატარიდან წამოსული, ესე ვთქვათ, რეზიდენტი, ხო, ანუ აბსოლუტურად გაურკვევლობაშია რა გააკეთოს, იმიტომ რომ მას ბომბი ბურჯ ხალიფას თავზე არასდროს არ უნახია, ხო, ანუ არ ირონია არ არის, სიცილი არ არის, სიმწრის სიცილი უფრო არის, ხო? მაგრამ ეს შესაძლებლობა ჩვენთვის გამოსაყენებელია.
და აქ ბევრი კომპონენტი არის ერთად შესაკრები, ხო? აი რა რეცეპტია შენი აზრით გასაწერი, როგორც ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიის დამფუძნებელს, ისე გეკითხები, ანუ აი რა რეცეპტი არის გასაწერი, რომ აი ჩვენი ქვეყანა ამ ძნელბედობის შამს ისე დავაპოზიციონიროთ, რომ მაქსიმალურად მეტი ბენეფიტი დავტოვოთ აქ. ვიტყოდი რომ აი ეს კითხვა და ეს ფორმატი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის, რომელიც ხვალინდელ დღევანდელ დღეს და ბიზნესის განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს უკავშირდება. ისტორიულად ქონდა ჩვენს აბრეშუმის გზის შინაარსი, სახმელეთო ამ სწორი ევროპასთან დაკავშირების ფორმა, საზღვაო პოტენციალის გამოყენების შესაძლებლობა და ამას დაემატა ის, რომ დღეს საჰაეროც დერეფანი ვართ. ან flight trackers რო შეხედოთ ეს მდგომარეობით, აი როგორც სახმელეთო გზა გადის საქართველოზე, ზუსტად ასეთივე საფრენი არეალი შეიქმნა საქართველოს ცის გავლით და უკავშირდება ამ აზიისა და ევროპის დერეფნებს. ეს ჩვენ ვხედავდით ამას ყოველთვის სახმელეთო საზღვაო ნაწილში, სარკინიგზო ნაწილში, რომელშიც მისი განვითარება და დღეს დაანონსებული იყო კიდევ ზუსტად რამოდენიმე კვირის წინ მსხვილი ორგანიზაცია რკინიგზის და ძალიან კარგი ინიციატივა, ძალიან დროულია და ვიტყვი რომ აი სასწრაფოდ აქტიურად გასავითარებელი ფორმაა, იმიტომ რომ რკინიგზა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ლოჯისტიკური ფორმაა იმ ქვეყნებისთვის, რომ ქვეყნებსაც ჩვენ ვაკავშირებთ ევროპას. მაგრამ აქ კრიტიკულად მნიშვნელოვანი არის ასევე საჰაეროც. ზუსტად ამ ევროპა-აზიის ფორმას ჭირდება ის ბაზირების ადგილი, სადაც ის მოახდენს საწვავის მიღებას, სწორ დაბაზირებისა და ტექნიკური მომსახურების შესაძლებლობას და განვითარებას. რაც შეეხება რა გვჭირდება ამისთვის? გვჭირდება რაც შეიძლება მძლავრი და ძლიერი საერთაშორისო კომპანიები აქ პარტნიორებად. მხოლოდ ქართული შიდა სექტორი რა მძლავრიც არ უნდა იყოს ბიზნესი, რა მსხვილი კოლაბორაციაც არ უნდა გავაკეთოთ საერთაშორისო პარტნიორების რესურსის, მათი გამოცდილების, მათივე არსებული პარტნიორების და მათივე უკვე გადაიარაღების ფორმატში შეუძლებელია. დღეს ზუსტად ეს საერთაშორისო მძლავრი პარტნიორებიც, ისინი ვინც სხვადასხვა ქვეყნებში სწორ 30-40 წლის განმავლობაში სტაბილურ გარემოს გრძნობდნენ, დღეს ხედავენ, რომ ეს გარემო შეიცვალა და საჭიროა ახალი ქვეყნები, ახალი ლოკაციები, ახალი პარტნიორები და ამ დროს არა მოლოდინის რეჟიმში უნდა ვიყოთ. პირიქით ესეთი ინვესტორები იქით უნდა მივაკითხოთ, დავალაპარაკოთ, მოვიყვანოთ, აქ მოვიზიდოთ და შევუქმნათ ის გარემო, რომ ისინი არ არიან მხოლოდ ეკონომიკური ნაწილის გარანტორები. უსაფრთხოების ნაწილიც ამასთან ერთად ერთვება. დასაქმების ნაწილი ამასთან ერთად ერთვება. ის გარემო, როდესაც საქართველოს როგორც ქვეყნის პოპულარიზაცია იწყება, ამასთან ერთად ერთვება და ეს ქმნის ახალ შესაძლებლობას ქვეყნისთვის. და აქ არის ლოჯისტიკა. ანუ არ უნდა დავინახოთ ლოჯისტიკა როგორც აი დერეფანი. მე დარწმუნებული ვარ, თუ სწორად გამოვიყენებთ ამ შესაძლებლობას, ის ორხაზიანი ჩვენი მაგისტრალი, რომელსაც აი ეხლა ვამთავრებთ საქართველოს თავარ მაგისტრალს, 1 წელიწადში მაქსიმუმ სავსებით არ იქნება საკმარისი, რომ გახდეს 4. და ორი ხაზი. მე მგონი არ ფიქრობ, რომ დროშიც არ უნდა დავაგვიანოთ რეალურად და აი პროცესებიც ცოტა უნდა დავაჩქაროთ.